ერთად აპირებს გაქცეული პრეზიდენტის სამშობლოში დაბრუნებას. ემიგრანტებთან თუ ძებნილებთან ერთად, რომლებმაც მისი პრეზიდენტობის დროს ადამიანებს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, სცემეს და თუ ამის შესაძლებლობა მიეცემათ, არ გამორიცხოთ, რომ დღესაც იგივე გაიმეორებ. შესაძლოა ბელგიაში ჩასული კონკრეტული ადამიანების სახელები და გვარები არაფერს გეუბნებოდეთ, მაგრამ იმედის არქივში აღმოჩენილი კადრები ნამდვილად დაგარწმუნებთ იმაში, რომ განსხვავებული აზრის დევნა ნაციონალური მოძრაობისთვის დღესაც პრიორიტეტია. თამარ გოგესაშვილი ესაუბრა მეგის ქარდავას უკანონო დავალებების შესრულებისთვის ბრალდებულ გიორგი სამუშიას, რომელიც განსხვავებული აზრის გამო ადამიანებს დღეს უკვე ფიზიკური განადგურებით სოციალური ქსელის მეშვეობით ემუქრება და ჩვენი ყურადღების ცენტრში გასულ კვირას ლიეში მოექცა. როგორც ძებნილი, ქვეყნიდან გაპარული, გაქცეული ან სულაც გავლენიანი პირის მიერ გაცილებული, რაც უკვე გამოძიების საქმე და პრეროგატივაა. თვითონ აიღო ხელკეტი ურტყამდა ადამიანს თავში, არც იცოდა ვინ იყო ის ადამიანი. მაკა სახურია, პედაგოგი 2007 წელი. უეცრად ამ სამუშიამ მე დამარტყა ხელი. ალექსანდრე გეთია, ოპოზიციის მხარდამჭერი 2009 წელი. მემუქრებოდა დაინვალიდებით. ტატო ჩანგელია, სამოქალაქო აქტივისტი 2017 წელი. უგაკითხავენ, აგაფეთქებ, გაგსრისა. ნათია ძირკველიშვილი, ემიგრანტი 2018 წელი. ამ ბრალდებების ადრესაც გაუკვირდა, რატომ დაინტერესდა მედია მისით, როცა გაქცეული პრეზიდენტის მხარდამჭერებთან ერთად სახლში დაბრუნებას ლიეში გეგმავდა. რომ არა ძებნილი პრეზიდენტის ერთგულება ალბათ საზოგადოება კიდევ დიდხანს ვერ შეიტყობდა იმას, რომ სამეგრელო ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის ყოფილი თანამშრომელი ახლა თავადაც ძებნილია. ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერთა რეაქციებიდან გამოჩნდა, რომ განსხვავებულ აზრს ისეთივე წიწაკის ეფექტი ჰქონდა, როგორც განსხვავებული აზრის წინააღმდეგ გამოყენებულ წიწაკის სპრეის. დევნის ამ ფორმამ და ლიეში ყოფილი ძალოვნების გამოჩენამ საზოგადოების ნაწილს გაუჩინა განცდა, რომ ნაციონალური მოძრაობა ხელწერას არც ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ ცვლის. ალბათ ესეც იყო მიზეზი, რის გამოც გიორგი სამუშიას მიმართ ბრალდებების განხილვამ სასამართლო დარბაზიდან საჯარო სივრცეში გადაინაცვლა. ეს არის გიორგი სამუშია, იმ ზონდერ ბრიგადის წარმომადგენლებს შორის ყველაზე აგრესიული და აქტიური ადამიანი, რომელსაც ყოფნიდა ძალა საიმისოდ, რომ თვითონ ყოფილიყო მოძალადე და მერე სხვისთვის დაებრალებინა. 2007 წლის 28 ოქტომბერს ზუგდიდში ოპოზიციის მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მოძალადე ახალგაზრდებს სამხარეო პოლიციის მაღალჩინოსანი მეგის ქარდავა ხელმძღვანელობდა. იმედის არქივის ამ კადრებში კარგად ჩანს გიორგი სამუშია, რომელიც მაშინდელ დეპუტატ ბიძინა გუჯაბიძეს რეზინის ხელკეტით უსწორდება. ოპოზიციონერმა დეპუტატმა სხეულის მრავლობითი დაზიანება და ტვინი შერყევა განსხვავებული აზრისთვის მიიღო. გიორგი სამუშია იყო ყველაზე აქტიური, როგორც ჩანს, კარგად მომზადებული იმით, რომ წარმოიდგინეთ, თვითონ აიღო ხელკეტი ურტყამდა ადამიანს თავში, არც იცოდა ვინ იყო ის ადამიანი. მე ვცადე რომ მივშველებოდი, მაგრამ უკვე დუბინკები და ისე ურტყამდნენ ძირს, დავარდა ტელეფონი მისი, დავინახე რომ დავარდა, გატყდა და იმედი დავკარგე, რომ საერთოდ ფიზიკურად გადარჩებოდა, ისე ძალადობდნენ მასზე. განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო გაუსწორდნენ ალექსანდრე გეთიასა და მის არასრულწლოვან შვილს 2009 წელს ზუგდიდში ხელისუფლების საწინააღმდეგოდ გაშლილი კარვების მიმდებარედ. გეთიაც გიორგი სამუშიას ადანაშაულებს. სამუშია იყო ერთ-ერთი ნაძირალა ამ წინა ხელისუფლების, იმ ზონდერ ჯგუფის, რომელიც თელ ზუგდიდს აშანტაჟებდა. ძალაუფლების დაკარგვასთან ერთად ძალადობა მუქარამ შეცვალა, თუმცა არ იცვლება მუქარის მიზეზი, ნაციონალური მოძრაობის საწინააღმდეგო განსხვავებული აზრი. ერთ-ერთ Facebook პოსტზე მე და ჩემი მეგობრები ვაკრიტიკებდით ბაჩო ახალაიას, სადაც აღმოჩნდით გიორგი სამუშიასთან ერთად და გიორგი სამუშიამ ჩვენ წინააღმდეგ გამოიყენა რაღაც მუქარის შემცვლელი განცხადებები. გვემუქრებოდა დაინვალიდებით, გვემუქრებოდა იმით, რომ სადაც დაგვინახავდა, იქ გაგვისწორდებოდა. ყველაფერზე არიან აბსოლუტურად წამსვლელები, თან მაშინ, როცა ეხებიან
მათ, ასე ვთქვათ, საყვარელ ფიგურებს, ხო, ეს არის აზმეგის ქარდავა, ბაჩო ახალაია და სხვა აუდიოზური ფიგურები. ნათია ძირკველიშვილი ემიგრანტია შეერთებული შტატებიდან. ამბობს, რომ დახურულ ჯგუფში მიხეილ სააკაშვილის და ყოფილი ხელისუფლების კრიტიკის გამო სამუშია ახლაც ემუქრება. ადგენენ შენ მისამართს, სადაც ხარ, მოგაკითხავენ, აგაფეთქებ, გაგსრისავ. არჩევნების პირველი ტური გამარჯვებას რო ზეიმობდა უკვე ნაციონალური მოძრაობა, მაშინვე თვითონვე მომწერა, ანუ მთელ ერს ჩვენ მოვდივართ ხელისუფლებაში და მთელ ერს ემუქრებოდა გაუპატეურებით. ძირკველიშვილმა მიმოწერის ნაწილი მოგვაწოდა. ჩაგხადეს ამერიკაში ხო თქვენ ფარჩაკებო საქართველოში გააყალბეთ მაგრამ მოგეწებათ დედა ამერიკაც გასუფთავდება ნაცებისგან იმდენი მოგიწოცხალ მკვდარი დედა გაქვთ მოყული ჯერ სათხართ როგორც ერის მოღალატეებს სამუშია სოციალურ ქსელში განსაკუთრებით ბოლო პერიოდში აქტიურობს. შეურაცხმყოფელ სიტყვებს არც მედია საშუალებებისთვის იშურებს და არც კონკრეტული ჟურნალისტებისთვის. ყოფილი ძალოვანი სატელეფონო კომენტარზე დაგვთანხმდა. ბიძინა გუჯაბიძის ცემას ახალგაზრდობაში დაშვებულ შეცდომას უწოდებს და ამბობს, რომ მეგის ქარდავას საერთოდ არ იცნობს. არავის არ ვემუქრები. ილანძღებიან და მეც ვილანძღები ჩვეულებრივად. ახლა წევლით ვერ დავწევლი ვერავის და მეტი. გვითხრა, რომ სოციალურ ქსელში მასაც ემუქრებიან. ის არც წარდგენელ ბრალდებას და არც მიმალვას აღიარებს. ყოფილი ძალოვანი გვიდასტურებს, რომ ქვეყანა პასპორტით ქუთაისის აეროპორტიდან ლეგალურად დატოვა. რატომ მისცეს მას პასპორტი და გაატარეს საზღვარზე, ამის შესახებ საკუთარ ვერსიას გვიყვება. როდესაც პროკურორმა მითხრა, რომ ქვეყანა დატოვე, მაშინ ვიეჭვე, მე რომ თავისუფლად ვიყავი, თორე ეხლა გიჟი ხო არა ვარ, მე ვიცი კანონი როგორ ხდება და არც ერთ შემთხვევაში არ უნდა მქონოდა პირადობის და პასპორტის აღების საშუალება, მაგრამ რახან მითხრა, რომ ქვეყანა დატოვე, მაშინ ვიფიქრე, რომ ამათ ეს გამწვანებულია ჩემთვის და იმიტომ მეუბნებიან. ისე მე კაციშვილი არ გამიშვებდა. ისიც არ არის, რომ ახლა ამათ გამორჩათ და ისე მე გავიპარე. შეგნებულად გააკეთეს, შეგნებულად გამიმწვანეს, შეგნებულად არ მიწევდეს იუსტიციას, რომ მე არ მქონდა პასპორტის აღების უფლება. დაუშვათ მოხდა და დაავიწყდა მოსამართლეს. პროკურატურამ ხო გამაჩერეს და ხო დაურეკეს. დარწმუნებული ვარ, რომ პროკურორს დაურეკეს. სხვა მე ვერავინ ვერ დამაყენებდა კონტროლზე. ამბობს, რომ საქართველოში მაშინ დაბრუნდება, როცა მისი სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო პროცესები განახლდება. თუმცა ის, რომ ბრალდებული სავარაუდოდ ქვეყნიდან გაქცეული იყო, პროკურატურამ სწორედ სასამართლოს ხდომებზე აღმოაჩინა. დამინტერესდით, თუმცა სამუშიას არ ახსოვს პროკურორის სახელი და გვარი, ვისზეც ის საუბრობს. არც მისი ტელეფონის ნომერი აღმოაჩნდა. თუმცა ფაქტია, მან სასაზღვრო კონტროლი ოფიციალურად გაიარა და ამას არც სახელმწიფო უწყებები უარყოფენ. სამუშია 2015 წელს ელბერტ კობერიძისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით დააკავეს. უფრო ადრე მსგავსი შინაარსის ბრალდებაში ის სასამართლომ უდანაშაულოდ სცნო. 8 თვიანი პატიმრობის შემდეგ 2016 წლის 25 ივლისს მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ სამუშია გირაოს სანაცვლოდ დარბაზიდან გაათავისუფლა და ჩამოართვა პასპორტიც, რაც კადრშიც კარგად ჩანს. ვალდებულება დაეკისრება გირაოსთან ერთად და ეს ვალდებულება არის პასპორტის და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ჩაბარება. ახლა სამი სახელმწიფო უწყება იმის გარკვევას ცდილობს, ვისი დაუდევრობით ან თანამდებობრივი გულგრილობით მოხვდა ბრალდებული საქართველოს ფარგლებს გარეთ. სერვისების განვითარების სააგენტო, რომელმაც სამუშიაზე პასპორტი 2018 წელს გასცა, პროცედურას განმარტავს. უწყებას აქვს სპეციალური ბაზა, სადაც პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მოქმედების შეჩერების შესახებ ინფორმაცია აისახება. თუმცა მხოლოდ მაშინ, როცა სააგენტოს ამის შესახებ შესაბამისი ორგანო აცნობებს. სასამართლოს განჩინება უნდა წარმოდგენილ იქნეს სააგენტოში, მარტივად რომ ვთქვათ. იმ შემთხვევაში, თუ ეს განჩინება სააგენტოში არ მოვა, არ იქნება წარმოდგენილი, არ აქვს ამას არსებითი მნიშვნელობა რა მიზეზით და რა საფუძვლით. სააგენტო ამის შესახებ ვერ იქნება ინფორმირებული და შესაბამისად იმ ვალდებულებასაც ვერ განახორციელებს, რაც კანონმდებლობით არის დადგენილი. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით მოსამართლე აღკვეთის ღონისძიების გამოყენებისა და შეცვლისას განჩინებაში განსაზღვრავს, ვის ევალება ღონისძიების აღსრულება. პროკურატურაში ამბობენ, რომ სასამართლოს პასპორტის ჩამორთმევის კონტროლი მათთვის არ დაუალებია და სერვისების განვითარების სააგენტოში შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა კანონით არ ევალებოდათ.
აღსრულებაზე პასუხისმგებლობა ვის ეკისრება კანონმდებლობის მიხედვით და პროკურატურა იყო თუ არა პასუხისმგებელი თუნდაც იმ დონეზე რომ აღსრულების ნაწილში გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება მოეკითხა, ასე ვთქვათ. გააჩნია რა აღკვეთის ღონისძიების სახეა გამოყენებული კონკრეტული ბრალდებულის მიმართ და კონკრეტული აღკვეთის ღონისძიება გამოყენებული და აქედან გამომდინარე მოქმედი კანონმდებლობა განსაზღვრავს სხვადასხვა პასუხისმგებელ პირას. ამ შემთხვევაში როგორ იყო? ამ შემთხვევაში პასპორტის ჩამორთმევა ნიშნავს პასპორტის ფიზიკურ ჩამორთმევას და მოცემულ შემთხვევაში ეს აღსრულებული იქნა სასამართლო დარბაზში. საქალაქო სასამართლო ერთი კვირაა დუმს. ამ დრომდე უცნობია თემიდას მსახურმა ხარჩილავამ საერთოდ შეადგინა თუ არა ოფიციალური დოკუმენტი, სადაც ინფორმაციის სააგენტოსთვის მიმწოდებელი პირი განსაზღვრა. ის რომ ამის შესახებ უწყებისთვის სასამართლოს არც თავად უცნობებია, ამ დოკუმენტებიდანაც დგინდება. მას შემდეგ, რაც სამუშიამ ახალი პასპორტი მოითხოვა, სააგენტომ გადამოწმების მიზნით საქალაქო სასამართლოს წერილობით მიმართა. ხომ არ არსებობდა რაიმე გარემოება, რომელიც სამუშიასთვის პასპორტის მიცემას აკრძალავდა. პირველი ინსტანციიდან კი წერილობით აცნობეს, რომ 2014-15 წლებში პირველ ბრალდებაზე გამოტანილი გამამართლებელი განაჩენის შემდეგ მისი პასპორტის შეჩერება გაუქმებული იყო და აკრძალვის საფუძველიც არ არსებობდა. სასამართლოს დუმილი და ისიც, რომ თავად მათ კანცელარიაშიც კი არ მოიძებნებოდა ინფორმაცია სამუშიასთვის პასპორტის ჩამორთმევის შესახებ, ბადებს ეჭვს, რომ სამიდან სწორედ ამ რგოლმა არ იმუშავა. ვიდრე სახელმწიფო უწყებები მედიის მოთხოვნით ერთმანეთთან ფუნქცია მოვალეობებს გაარკვევენ, გარკვეული და დადგენილია ის, რომ ბრალდებული სამუშია ყოფილი პრეზიდენტის ერთგულია. თავად გაქცეული პრეზიდენტი კი ძველი ტრადიციების დასაჯოს განსხვავებული აზრი. აქ ჩამოსული არიან სუსის ჯგუფი, რაც არის დარღვევა დიპლომატიური წესების, იმიტომ რომ თვალთვალი საკუთარ ქვეყნის ტერიტორიაზე არ შეიძლება სანქციის გარეშე, მით უმეტეს უცხოეთში არის ყველა საერთაშორისო ხელშეკრულების დარღვევა. საკუთარი მეთოდები ახლა ოპონენტების კრიტიკისთვის სჭირდება და ხელისუფლებას დაუდასტურებელ ბრალდებებს უყენებს. აკრიტიკებს იმისთვის, რაც მისი ხელისუფლების დროს შვეიცარიის სამართალდამცავმა უწყებამ დაადგინა, როცა უკანონო თვალთვალის ფაქტზე კუდის მაღალჩინოსნები დააკავა და ქვეყნიდან გააძევა. თუმცა ყოფილი პრეზიდენტის პოლიტიკური ამნეზია ბოლო დროს აღარავის უკვირს. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა იყო, როდესაც მე და არჩილ კბილაშვილი ვიყავით ჩასული შვეიცარიაში, ციურიხში, სადაც შეხვდით ვახტანგ კომახიძეს, ჟურნალისტს, იყვნენ გამოგზავნილი აქედან კუდის თანამშრომლები, რომლებიც იწერდნენ ჩვენს საუბარს. ჩვენ ეს არ შეგვიჩნევია, თუმცა ისინი ჩვენი წასვლის შემდეგ დააკავა შვეიცარიის პოლიციამ დაადგინეს პრაქტიკულად ფაქტი და შემდეგ მოხდა მათი დეპორტაცია საქართველოში. ლიეში გიორგი სამუშიასა და სხვა ყოფილი ძალოვნების გამოჩენა, წიწაკის სპრეი და განსხვავებული აზრისთვის დევნილი ემიგრაცია კარგად გამოცდილი ძველი მეთოდების ნოსტალგიის გამოძახილია. მეთოდების, რომლის დაბრუნებასაც ძალაუფლებასთან და ძალადობაში ბრალდებულებთან ერთად სახლში გეგმავს.